აუდე, ნატო მასწავლებელმა დღეს 1 ტონა დავალება მოგცა დასაწერი, დასვენებულები ხართო. მე კიდე მაგრავნე რუილობ ქართული საკონტროლოზე. კიდე 200 არ გამოუგრა ხელი. მისამეთ. ამასაც უარი ჩხუბები ცუდ ნიშნებზე? მე რომ ჩმიტავ ხოლმე. და რაზე ვეჩხუბო ხო ვერ მეტყვი. მე კი ვიყავი ფრიადოსანი და რაც აღმერთს არას წადდეს არასაქმე არ ექმნებისო. გენიოსი იყო ჭავჭავაძე რო თქვა ეს. აუ თიკო მე თუ ორიანი მივიღე ისევ, იმინა პაჟას გავაჩენ სკოლაში. დედათ უნდა მითხრა წეღან რომ მე უკვე ყველაფერი ვიმეცადინეო. ნეტა ერთი მაგ ბავშვმა კიდე წიგნების გარდა რამე თუ იცის რა. კი როგორ არა, ჭადრაკზე დადის, ჩოგბურთზე და კიდე ცურვაზე. მერე შენ ხო დადიხარ ხოლმე ომარიკო. მაღაზიაში დადიხარ ხოლმე, თონეში, რომელი შენი კლასელი დადის თონეში. ხო, ისე მეც მინდა რომ გავიზრდები, მურმანიძიასნაირი თონე მქონდეს. თონის გარეშეც გამოაცხობ პურსი, დუხოვკაში. მერე არ გაგიგია ადამიანის ზოგჯერ უთონო, მაგრამ 1000 პურის მცხოველი. დღევანდელ განათლებასაც თუ განათლება ქვია რა. Новый год. Expelliarmus. Ёб твою. შენ მომინელებ მე რა. ესა ყველა დეგენერატო ბამბავშმა როგორ ნაითვის ეს მეტყვით. აუ, ჰარი პოტერს უყურე და ვისწავლე იქიდან. იცი ამ ჯოხით რას გიზავ? უკან გაიგეთ. რა თქვი ქალბატონო? ანასტასია. კრუციო. მოვედი. კარგია რომ მოაგენი სახლის გზას ვაჟბატონო. ეზოში ხარ დილიდან და რა ხდებოდა ეგეთი? მაგარი რაღაცა გინდა გითხრა? ბავშვებმა ვიპოვეთ ეზოში ყვითელი თოვლი, ხო და ვასტიკო როა მესამე საჩურზე მაგან გითხრა რომ შეჭამეთ ძალიან გემრიელი არისო, მაგრამ შევჭამეთ და ისეთი არაფერი. ვიღაცა მოიწამლება ძალიან მაგრა. მამას ხო, გაიხსენე ინგაშენ სამდეჯერ გაქნაჭამი ბავშვობაში ყვითელი თოვლი. და იმგანი ბავშვიც. ამიყვანი დედამისი. მე ვაფშე არ გავარ ინგაში. ხო, შენ მამა შენს გავხარ. იქნება შენს მიგვატოვო ერთ დღეს. დე გული მერე ვამგონი. მოვალ ხო დაგიდგავ წვეთოვანს. გუნი კარგი გქინით, ხო რა გამოგიარეთ. ერთობიან ბავშვები კარგად ოთახში. კი, ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. როგორ ახართ აბა სახლში, დედა როგორ მიჭერს ეს ოქროს ბეჭედი. რა ვიცი ძველებურად, სამსახურის სახლი. დედა ომარიკო, რომ ხელაქაზე დილხარ, როგორ აიყარა ტანი. რა ვიცი, დედა მითხრა რომ 3 სუტყვა გადამული თუ შეჭამ, მაწუნის სუპს გაიზრდებიო და ალბათ მაგიტო. ხო შეიძლება. რა ხდება, რატო შევწუხდით? აუ ქეთნა დედა, შეიძლება დათნა რომ ჩვენთან შეხვდეს ახალ წელს. არა ომარიკო, დათნა თავის სახლში ხდება ჩემთან ერთად. მეგონა რომ მარტო იქნებოდა სახლში. დედა მითხრა რომ ქეთნა დედა საროსკიპოში ხდება ახალ წელს. კარგით. ესოთა რომ მოდიოდი, ანასტასია იყო ბესეცკაში და ლუცავდა ბიჭებთან ერთად. რას ქვია ომარიკო ლუცვამ და მაღაზიაში ჩავაგზავნე. გადაიხედე თუ გინდა ფანჯრიდან. და ის სიმღერა ქონდათ კიდე ჩართული. ვოდკა პივა, პატკანეც კარპარაცია. ეგ. მოვედი. მოგიტანე ეს გუშონიც. და რატო სვავდი პივას ქალბატონო? აუ ნახევარი ბაკალი დავლიე მარტო. და ვაფშე ვინ გითხრა რომ პივას სვავდი? ბავშვმა მითხრა. აუ მარიკო. აუ შენ ირეცე რო ახალწლამდე მიაღწიო გაიე? შპიონი ბავშვი. რა მაგარი რაღაცა. დედას უნდა გაუჩალიჩო. დედა ხათო როგორ გამახარე ახლა არ იცი. გელოდებით მაშინ 11-ში. კაი, ცელუიო. ბავშვებო, ხათუნა დეიდა ჩამოვიდა და პრაზნიკებზე მოვა ჩვენთან. დღეს რო გავერთო სახლში შეიძლება? ვაიმე ომარიკო, ეხლა ისეთი გახარებული ვარო რაც გინდა გააკეთე. ოღონდ კანონის ფარგლებში. ანასტასია, გინდა მაგარი რაღაცა გავაჩალიჩო? ისე ტუალეტის ქაღალდით უნდა გააქრო მაშინ დელივით. ვეიგა დამირჩები. ეგ არა. დაველოდოთ.
რაღაცა ნორმალური გააკეთა ამ ბავშვმა. აუ ანასტასია რა ტვინი შეჭამე რა. დედამ ხო გითხრა რომ სანამ არ მოვალ ერთმანეთს თვალებშიც არ შეხედოდო. ვაფშე შემომიხედავს თვალებში ისე ამოგატყი პანჩური. ეხლა მამის მენად თამილა უნდა გადმოვიდეს 4 დღე იმდენი იტი და საწყალმაქმა გამომშრალი არის. ღვინო უნდა დავლიოთ იცოდე ხმარ გავიგოთ თქვენ თორე ჩემ ხელში ყავთ. აუ ბებო მეც რო დავლიო შეიძლება? ეხლა ისეთი ღვინო არის შინო რომ უფლება მომიცია. სარაიაში დებს პატარა ბოთლით და ჭიქა წაიღე. აბა ჩემო თამილა, ამ ჭიქით სიცოცხლეს გაუმარჯოს. სიცოცხლეს რომელიც აიზე უცბად გაგვიფრინდება ხოლმე. ომაიკო განგრეული მთვრალი ხარ. აუ სადრეკა. რო გადაგიყვანან თეჯოლის საავადმყოფოში. კმაყოფილი ხარ? ეს არის სამძიმარი? კი, წესიერად მოიქეცით. ქალაქიდან ჩამევიდე ბავშვები დოდო. ჭებოდაო. როგორ მეწყინა თამილა, როგორ მეწყინა. მოზიარე ვარ გოგოებო. მოზიარე როგორ ხარ? ხوار გასწიარა მამა უნგუში. რა ვარი ანგელოზები გყოლია ინგა. ანგელოზები დედასკენ მოიკითხე. კი, ჩემები არიან თამილა. გოგო უფროსი ბიჭი უმცროსი. თქვენ უნდა იცოცხლოთ აწიშვილებო თუ არა. დოდოს მოაბრუნებ იქიდან შენ. სულ ამათზე ვლოცულობ და წიდოდოზეც ვილოცებ. ვიკვტართან არ მეიხსენიო ბავშვები გოგო. ეგ უკვე მე ვიცი თამილა ჩემო კარგო. რა თქვი? მარიკო მიდიხარ უკვე. როგორ მოგეწონა დათნას ახალი ტელეფონი? რა ვიცი აბა, კარგია მგონი. მე ვერ ყვევი. უთხრა დედიკოს ახალი ტელეფონი რო აქვს დათნას. გააგებინე. მოვედი. რა ხდება აბა დათნასთან? სკვაზნიაკში ხوارი ჯექი კიდე. ო არა. კეთნოდეიძა მოვიდა დათნას ახალი ტელეფონი და შენ ხო მეყიდი? ნეტა ერთი მიმბაძველობას მოეშვებოდე რა. ისწავლე გამრავლების ტაბლა ბოლომდე და გიყიდი. ესე იგი კაკ მინიმუმ 3 წელი უნდა ეროდო. ბიასტა. შენ რო გელოდე 9 თვე ხო? ია, ბეთქვი ბოლომდე. ცოტა შენ ჩამათმევინე ფეხს ძალიან გთხოვ რა. ამ შობა დღეს. დედა რა ცუდი ამბავი მითხარი ახლა ეს ირმა, ჰა? ჩამოვალთ, კაცო, აუცილებლად ჩამოვალთ. კარგი. რა მოხდა? სოფელში გარდაიცვალა ჩვენი მეზობელი, დოდო დეიდა. ხო და არ ვიცი, უნდა გამომყვეთ აუცილებლად. აჰა, ესე იგი კოლიოც გაიჭიდება. ხო, კაი, წამოვალთ. გამარჯობა. დედაჩემ დამაბარა ბამბანერკა ერთი ცალი. ღვანკეთში მეგვაქვს. უი, რატომ მიდიხართ სოფელში, რამე მოხდა? ჩვენი მეზობელი მოკვდა, დოდო დეიდა. ოი, აი, 12 და 50. ანასტასია რა ქენიაბა ჩაალაგე სომკა. კი, სატენი ჩავდი. მოვიტანე ბამბანერკა. მომიციგით შევდეთ აქ. ეხლა შევთანხმდეთ წესებზე. პირველი, ანასტასია ომარიკოს მარშრუტკაში ჩაისვამ კალთაში, იმიტომ რომ 3 სკამზე არ გამოგფინოთ და 2-ს გადავიხადო და მეორე, არანაირი სიცილი სამძიმარზე. შევთანხმდით? ხო, პაიძო. გავიგოთ აბა სიახლეები. როგორ არის ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი, ჰა? რა ქვიშველება. აჰა, გავედი მე სამსახურში. ესე იგი მე იმას ვიზახი რომ ქვეყანაში კრიმინალია გაზრდილი მეთქი და ეს კიდე სამსახურში გარბის. იმუშავე რა ონლაინ. გუღმართი. დესახში ნაკლები კრიმინალები მყავხათ? სხვათა შორის ვაკანსია არის გაყიდვების სფეროში ინსტაგრამზე. ონლაინ და მომწერეთ. კრიმინალი რას ნიშნავს? აი ადამიანი რო ცუდ რაღაცებს აკეთებს, ეგ არის კრიმინალი. რომ მოიპარავ, რომ მოკლავს სხვას. ანუ ანასტასია არის კრიმინალი? ამასთანავე ლუდია იყო დაუკითხავთ მაღაზიიდან და კაცი გამოგვეკიდა აქ დაცვა ეწერა და ანასტასიამ დაჭერობანას გვეთამაშებაო და მოუგეთ. ომარიკო რა შვები აბა? უნდა იბანაო დღის ცოტი არ დაგავიწყდეს.
დედა, ამას ვინს ხედავ? ინგა, გოგო აქ რა გინდა შენ? ლალი, ჩემო საყვარელო, ხო აი ასე აქ დავიწყე მუშაობა. სულ დაივიწყე, ხო შენ ქვედა მეზობელი, აი ბავშვი დავინახე წეღან არ ბოდა მომესალმა და მარტო თუ ყავდა დატოვებული გეთქვა და ავხედავ ხოლმე. ისე კი ვინერვიულობ ცოტას რაღაცნაირი დაბდურა ბავშვია და აძახი ხოლმე რა გეხვეწები თუ არ დაგეზარება. კაი ჩემო კარგო მეცოდინება. ერთი ყავა მომეცი ბათუმური. ამერიკა მოვიდი სახში. აბანოში წყარია დადგეს. მე ვიბანიო ეხლა. ხო და დაიჭაბორა ქვედა მეზობელი. და როგორ გაიმეტა მოსაკმაობად. დედა თამუნა რა კარგი ამბავი მითხარი ეხლა, ჰა? კარგი ჩემო კარგო, ხვალიდან მანდვარ. კარგი. ჯერშად მითიხარ ხვალ. ქვემოთ ჩვენთან მაღაზიაში სჭირდებოდათ კიდევ ერთი გამყიდველი, ხო და მე ვიწყებ ხვალმან მუშაობას. რა თქვი? საბა, მაღაზიაში გეტი შენს აღარ გვაქვს ვაფშე. იმიტომ ჯერ ჩემ დაიწყო მან მუშაობა. ჯერშახ აღარ იქნები ხოლმე? მაშინ დელი თუ გადამცეს პეჩენია. ასე თუ გაგზავნა პეჩენია კი არა, პურიც აღარ გადაგწდება ყელში. დავიხოცებით მშივრები. მაინც მოკვდებით? მეტი რა უნდა მოკვდე? პანიკა დავშვი. ანასტასია დედა სად არის ამდენი ხანი? მომშვიდა. ლილაში მივდივარ და დამიბარა და მოვამალე. მოვედი. ისეთი უთო ვიყიდე, რო აი არ ვიცი ძვირფასი. დერითი იყიდე, ხომ მითხარი გუშია, ფული არ მაქვს. რით და გუშროთმები შეიჭერი, ჩავაბარე ცეკვის ანსამბლში. პროსტა დილერი ხარ იმინა. ინგა უიაგხართ. აი ბორში გავაკეთე და მეთქი მივაწოდებ, ხო, აი. დედა შენ გაიხარელია, ესე იგი ახლა ვფიქრობდი რა ვაჭამო მარიკოს თქო. ისე რა კარგი თემები გაქვს, შენ არ აპირებ შეჭრას? იცი ადრე შემჭრა დედამ და მერე გაყიდა, იმის მერე აღარ ვეკარები. მე და თქვენ გავუგებთ ერთმანეთს ძალიან მაგრა. ხო და მესტუმრეთ, ლეკვის მურაბა გავაკეთე. პროსტა რა პონჩი მიღალატა თუ მეტყვი? დავწყნადები, იე. და ხო იცოდი ეგეთი ბიჭი რო იყო, რაღაცა შეურიგდი. ძალიან დიდი ბოდიში თიკო რა. და მე მგონი იქ იყავი რომ მითხრა, ჩემი პრინცესა იქნებიო. ანასტასია დედამ დამაბარა რომ მეზობლები შემიყარა უკვე და პრინცესა კი არა, ჯვარნიაშკა იქნებაო. ომარიკო გადიოთ ახლა თორე სულს გეფიცები შენზე ვიღლის ჯავს, გაიგე? გოგო ბავშვთან რაღა გინდა, დაწყნადი ცოტა ეხა. დავწყნადი კი არა, ეხა რომ წავალ და თეკლა გურგენიძეს გავამელოდებ. ნახოთ მე როგორ მოეწონება ლექციებს. ანასტასიამ თქვა, თეკლა გურგენიძე უნდა გავამელოდო. ვაიმე, ნათქვამი როა, ხო იცი, ნუ დაეცემი მტრის დონეზეო. დაივიწყე რა. всё, მე ვიცი ხარ ესეც გავაკეთებ. ომარიკო იატაკზე ნუ გორაობ, თორე წამოვდექი ეხლა. დეგწუჭყიანი შორტები კიდე შეაგდეს არეცხ მანქანაში. დროზე. რეგაბრეზებული ხარ ინგა. იმიტომ ხარ რომ დიდი თაბანოში წაიქეცი. ჯერ ეგერთი არ წავქცეულ ვარ წავბორძიგდი. და მეორეც კიდე კედელზე ვიყავი, მიყუდებული და ჩაცუცქული. სარეცხი მანქანის ტრიალს ვუყურებდი. ეს ჭუჭყიანი შორტი საწავიღო. მომეც შევაგდო სარეცხ მანქანაში. ან კიდე შეაგდე ახლა შენ თვითონ დიდი ამბავი. ხო რა იყო ისწავლოს დისციპლინა. ნეტარ რას გიხსნი საერთოდ რა. ვაიმე, მარილი დავაპნიე ჩხუბი იცის. როდენ დუნე გჯეროდი შენ მაგ ცრუწმენების? არაფერი არის ცრუწმენა, ასია ეს. ჩხუბი იცის მეთქი გეუბნები. ისევ შენი ჩხუბებ. თუ დამცახში სხვა არავინ არ ჩხუბობს ხოლმე. შეხედე მე გამომიყვანეს ახლა მოჩხუბარი რა. გეუბნები ოჯახში რომ მარილი დაიპნება, იცის ჩხუბი. შედი ახლა შენ ხმა არა მოიღო. შენ კიდე შეაგდე ეგ რა სარეცხ მანქანაში გაოხდა. უყურე ერთი ამათ რა მარტო მე ვჩხუბობ ესე იგი.
აუ ერთი კალბესი კიდე რო ავიღო ახოტნიჩი. აი ხე ხო ოღონდ მალე შეჭამე. ვაიმე მარშრუტკაზე რო დავაგბიანოთ, აი ჯოჯოხეთს მოვაწყობ ავტოსადგურზე რა. აუ სოფელში ღორი რატო უნდა დაკლან? იმიტომ რომ ეგ ღორი იყო კრიმინალი. მეზობლის ქათამი მოკლა განზრახ. ნეტა არა გიჟებდე ბავშვს რა. რატო კლავენ ომარიკო და გავერთობით დროს ვატარებთ და ვიქეიფებთ. ტაქსი მოვიდა მე მგონი და წავედით. მიკროავტობუსი გადის ავტოსადგურ ნიგეს ტერიტორიიდან. ჩოხატაური ოზურგეთი, ზესტაფონი ქუთაისი, ბათუმი ქობულეთი. აუ ვინ ლაპარაკობს? მარშრუტკების გამომცხადებელი ქალია ეგ. სად ზის ეგ ქალი? არის ზის? ზეცაში. აბა გადავიხადოთ მგზავრობის. დიახ, აი აიღეთ ჩვენი სამი მგზავრის. ვა, როგორ მოხდა რომ სამი ვესი გადაიხადი? შაშენ ბარგის ჩანთაში რო ყავდა ბავშვი ჩადენილი. აბა წავედით. ომარიკო მანდებს პარკები და გულით ვაგერება იცოდე. რა ომარიკო საით მიიძუძები? და ეზოში მიიპარება ეს ვაჟბატონი. თან დაუკითხავად. სად მიდიხარ ომარიკო? გეკითხა და გაგიშვებდი. გამიშვებ? შეხედე. კი ბატონო ჩაბრძანდი, მაგრამ ისე მუხლებით უნდა გადაიტყავო, მე შენ ზელიონკას აღარ წაგისვამ. დავიღალე. ინგა. შემოდი ლიადეიდა, კუხნეშია და გამოვამალე. ხო და გამოვდივარ მაღაზიიდან და ხელში რო ეს ცეხვი მეჭირა, გამომეკიდევს უშველებელი ძაღლი და მეკბინა ფეხზე. გაქცევა კი მინდოდა კაცო, მაგრამ ვერ გავხდოდი, ფეხები არ მემორჩილებოდა. ინგა რას ეკეთებ? უი, პრივეტ ლია, გოგო რა ვიცი ერთი რაღაც ცუდი სიზმარი ვნახე წუხელის და უნკანი მქონდა მოშებული წყალს უყვებოდი. ძალიან კარგია რომ მოუყევი, აღარ აგიხდება. რა დაგესიზმრა? გახსენებაც აღარ მინდა რა. მაღაზიიდან მოვდიოდი და ძაღლი გამოექანა რაღაცა დიდი უშველებელი და მიკბინა ფეხზე. უი, ძაღლის ნაკბენი ცუდ ამბავს ნიშნავს ოჯახში. კაი ერთი. სიზმრის და ძაღლის გარეშეც არ მაკლია მეცუდი ამბები ამ ათხელში. მეც და მე სიზმრა ერთხელ რო ძაღლმა მიკბინა, მეორე დღეს ჩემ ქმარს ნაცნავში შეერჭო დანა და გარდაიცვალა. უი, რას ამბობ გოგო? აუ დი, ორივე მუხლი გადავეყოლიკე. მაინც აგიხდე სიზმარი. წყალს კი მოუყევი, მაგრამ ალბათ მილი იყო გაჭედილი და არ წაიღო. ომარიკო ტრონსიკით ნუ დარბიხარ ჩაიცვი შარვალი. დროზე. აუ ვერ ვიპოვე. რა ვერ იპოვე, ვერ გავიგე, მანდ არის უჯრაში. გაახილე თვალები. საით მიემართება დედაშვილი? რა ვიცი ერთი ატყდა მაღაზიაში წამიყვანეო, ფილმ ჰაუსში. ჰარი პოტერის და ანიმეს რაღაცები ნავიყიდო, ასე თქვა. მე ფული საიდან აქვს? თუ შენ უნდა უყიდო. საიდან და გამოუგზავნა მზიაბებო მსოფლიდან, თავისი პენსიის ნახევარი. ჩავიცვი. всё, წავედით მაშინ. გამარჯობა, ანიმეს სათამაშოები მინდა და ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხი. გამარჯობა პატარა ბიჭი, ჯადოსნური ჯოხი გინდა? ვინ უნდა მოვაჯადოვოთო? მოსაჯადოვებელის მეტი რა არის ჩემო კარგო. ყოველ მეორე ნაბიჯზე. აი მიმართელი ხარ ქალბატონო. აი ბიჭი ნახე, ეს არის ჯადოსნური ჯოხი. ამას რო ესი მოიქნევ, ყველაფერი ასრულდება. მაინა. აბა ხო არ მოგატყუებ. დედა რა კაი მაღაზია გაუხსნიათ კაცო. გოგონა, იქით მომეწონა სამურაის ხმალი. ხო და რამდენიმე დღეში კვირის ბოლოს გამოვივლი ვიყიდი გადამინახე. მოხვიდით? მანახება რა იყიდე? აუ, ანესტასია ნახე რა მაგარი ჯოხი ვიყიდე ჰარი პოტერიდან. თან იმ ქალმა მითხრა რომ ჯადოსნურიაო. ნეტა არ უბირავდი რა. გამოთაყვანდი სულ. აუ, ანესტასია, სტუპეფაი. დედა მაგარი გაბერილი აქვს შენ შვილს. აუ, წელი გამიკავდა პროსტა. იმენა ზომბი ვარ. თელი დღე მინდა რომ საწოლში ვიკოტრიალო. ენერგიის ნატამალი აღარ შემრჩა. აუ, თან ძალიან ცხელად. ეხლა რომ წავიდე სახლში, მგონია რომ გზაში დავეცემი. აუ, ბაზარია რა. მიდი მაცივარში ორივე ბარეკავერი დევს და მოიტანე.
ვივა კი არა ყავა მინდა ეხა 1-4 ჭიქრო ცოტა გავგრილდე და მოვიხოდო. რა ყავა გოგო, ვივა მოიტანე მეთქი. ენერგიას მოგცემს და მოგხოდავს. თან სპეციალურად ჩავაცია გუში რომ უკეთესი გემო გქონდეს. გუშინ დაილთხი გახსოვს? ასე მგონია რომ რაღაცა მოხდა და ვერ ვიხსენებ. აუ ამას მეც კი დავვლევ. რა? თეკლა ორგანიზმისთვის რები მაქვს მიწერილი. თეკ ყველაფერი წარსულს გავატანოთ მიყვარხარ გუში. ხადაო? სულ არ მიყვირს მე ეგ მესიჯები. რაჩინა თეკლამ გუშინ შალახო იცეკვეთ ღამე რა ვიცი. შვენიერი გოგვად ყვილა ერჩით. ხვდები ახლა რას ამბობ? როდის ვიცეკო შალახო? ხო, შენ შეიძლება აღარ გახსოვს, მაგრამ მე ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი. იატაკიდან რო იღებდი ჭიქებს, რა გეგონა ვერ გავიგე. კი ბატონო, ის ჭიქა გადადა აღარ დავეძებ. დაიხედე ახლა შარვალზე. აუ გამოგლიჯილია შარვალი პროსტა. დღეს არის ჩემი დაბადების დღე და კლასელი გოგოები უნდა დამადგნენ სახლში. კი ბატონო, მოვიდნენ. მე მიყვარს კაცო სტუმრები. ოღონდ ის ვარდის ლიქიორი არ გამოიტანო იცოდე. ანასტასია მოვედით გილოცა, ვეცი ჩუქარი მე გახსენი ხო გვიან. აუ ანასტასია ის ტორტი კი ვიყიდეთ, მაგრამ მაღაზიაში შეხვდა თეკლა გურგენიძე და აგვეკიდა. აგერ მოდის. ჩემბრალერ არის მართლა გეუბნები. ანასტასია გილოცა, ვეცი ჩუქარი ვერ მოგიტანი, მაგრამ ტორტის წარწერა მე მოვიფიქრე. ნახე. გესლი კლაუს. ძალიან მაგარია. გოგოებო, მობრძანდით სუფრასთან უკვე რა. ვაიმე ეს ვარდის ლიქიორი ვინ გამოიტანა კაცო? აუ ძალიან მაგარი ოლივია ინგადეიდა. თქვენ გააკეთეთ ხა? არა, ანასტასიამ გააკეთა რა. შენ გაგიმარჯოს ამ ჭიქიტას. აუ რა გრადუსიანია. აუ ლანა გამოიტანე რა მიდი ტორტი ჩააქროს ბარემ. ტორტს ვაქრობთ. ოღონდ სურვილი ჩაიფიქრე იცოდე. ჩავიფიქრე. აუ მე მგონი ალერგია მომცა ამ სასმელმა. ვეღარ ვსუნთქავ. რა? ვაიმე ჩემი ვარდის ლიქიორი. აუ თეკლა იგუდება ვინმეს დაურეკეთ. როგორ მალე ხდება სურვილები. ბავშვებო, მაღაზია გაქურდეს და ქურდი გაიქცა. აუ წამო გავეკიდოთ და დავეწევი. იცი რა სწრაფად დავრბივარ? აუ ასორა დებილი ხარ რა. შენ გიჩვენია სკვინტლებს დაანებო თავი, თორე ის პოლიციელი დაგიჭერს. თან ჩვენსკენ მოდის. ბავშვებო, პოლიციის ოფიცერი ნიჟარაძე. აქ თამაშობდით ხო თქვენ? მაღაზიიდან ხوار დაგინახეთ ვინმე გამოქცეული. დიახ და ქალი იყო ზუსტად ვიცი. ეგრე გარბის ხომ და ჩემიც გაზიდარო საჭმელი გადმოუახალმე. კი ქალი იყო. შავები ეცვა და თმა ქონდა მოკლედ შეჭრილი. იქით წავიდა. უკაცრავად 308 ნომერი თუ ჩამოივლის აქ. დიახ, აქ ჩამოივლის 3 წუთში. ვაიმე, ქალბატონო ხდება კაცო. სისხლის სამართლის კოდექსის 177 მოკლის პირველი ნაწილის მიხედვით რაც ქურდობას გულისხმობს. რა ქურდობა კაცო, აქ ვცხოვრობ. მე და გაჩერებაზე ჩამოვედი 2 წუთის წინ. საყიდლებზე მივდივარ. თქვენ გაქვთ უმილისუფლება და სიტყვით შეძლო გამოყენებული იქნას თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში. რა სასამართლო კაცო? არაფერი არ დამეშავებია. ბაჭუკი ეს წაიყვანი განყოფილებაში და მოვალ მეც მალე რა. ბავშვებო, დავიჭირეთ. ჯიგრები ხართ. წავედი მე ბავშვებო სახლში, დედაჩემს მოუყვები. ვაიმე, ეკლესიაში ფულზე ლაპარაკი ვის გაუგია, კაცო? ბაზარში ვართ. ვაიმე, არ თქვა დამრიგო, ეკლესიაში მოდიან და კაპიკიანი არ უგდიათ ჯიბეში. იმ დღეს თუ მამამში საწერის ყუთი გახსნა, სუცარიელი იყვნენ და არ მენახა. ვაიმე, მაგას არ ვამბობ გოგოებო, სად შეიკრიბა ამდენი წუწურაკი მე არ ვიცი. უი, მამაოზე გამახსენდა, ერთ კვირაში მამა თევდორე არის იუბილარი, ხო და 100-ს ლავსვთებთ, რომ ესეთი ოქროს ძეწყვი უყიდოთ მსხვილი და დანარჩენი თანხით მერე ვიტრაპეზებთ რესტორანში. აუცილებლად თამრიკო ხვალე ვიღებ ლატარიის ფულს და ჩამოვიტან მაშინათვე. 100 ლარს დებთ? გოგო, რა ვიცი, ისე ძალიან მეუხერხულება მე ამ დაბადების დღის მოწყობა. რა ვიცი ხარ, უნდოდეს მამაოს გადაიხდიდა მე მგონი. ვაიმე, სადა გოგო მამაოს მაგდენი ფული? აი რეკავს. დიახ, მამა თევდორე. კარგით მოვიკითხავ. წითელი ოპელი ვისია? შენია ალეკო. მე გადააყენე კაცო, მამამ დამირეკა ვერვეტები ლექსუსითო. მე რამდენად უნდა ვაწვალოთ კაცო ეს კაცი შემოსვლაზე? შემეწოდება ხოლმე რაღაცნაირად ხანდახან მამაო.
ლამის ჩავიფსი გოგო, რა ისტორია მოყევი ეგ? გოგო, მე კი არ მომიგონია ეგრე იყო და. მედიკო ალბათ დიდი იქნება ხო უკვე თქვენი შვილი. მედიკოს დიდი ბიჭი ყავს კაცო უკვე. რამდენის იქნება გოგო? 26-ის? 26 წლის არის ხო? ერთი თვის წინ გახდა და გრანდიოზული დაბადების დღე გადაიხადა, სულ ძმაკაცები და ისინი ყავდა. ხო, აი რამდენს ნიშნავს შემდგარი ადამიანი, კაი შემოსავალი რო გაქვს, შეგიძლია მუშაობ და გადაიხადა დაბადების დღეც. ვაიმე, მან გაჩერდი ინგა ეხლა რა. რას ქვია კაცო მუშაობს? რატომ უნდა იმუშაოს ბავშვმა, როცა მეც და მამამისაც ორი ხელი და ორი ფეხი გვაქვს. რა სისულელეა? ლიადეიდა, კითხება ბავშვი ძუძუზე ხო არ გყავსო? ანასტასია. ბავშვი ჩემი შვილი 22 წლის არის და 2 სამსახური აქვს. მე არა, მე ეგრე შვილები არ გამიზრდიან ნამდვილად. ერთი წუთი. ხო ლევანი. კარგი დედი გამოვალ ეხლავე. კარგი. გოგოებო უნდა გავიქცე რა რაღაც საქმე გამომიჩდა და. კაი მედიკო, მიდი აბა აღარ გაცილებ. კაი. რას გავარდა კაცო, რა ეჩქარებოდა რა. შვილმა დაურეკა. ალბათ პამპერსი აქვს გამოსაცვლელი. ანასტასია შეყვარებული ყავს, იცი? აუ, ძალიან დებილია ეს ბავშვი რა. ირანელი ტურისტი იყო, ეგ და გზას ვასწავლიდი. ვაიმე შეყვარებულზე გამახსენდა. ნუნუ შემხვდა დილით, ნუნუ მე-6-ზე რო ცხოვრობს. აი მე საიდან მოვიცოდე ვინ არის ნუნუ? ნუნუ გოგო, კასტილებით რო დადის. არ ვიცი რა გავაკეთო ეხლა. დედა ნუნუ როგორ არის გოგო? ერთი თირკმელი რო აქვს. ცალ თირკმელა ნუნუზიან ბობ. აუ ძალიან მაგარი რუჟაა ეგ ხალი. ხო ეგ. და რას მეუბნება? მაგას ბიჭი ყავს საქორწილო. ზურა. ხო და ვინმე კაი გოგო ხო არ იციო. რა უთხარი მე? შენზე კრენტიც არ დამიძრავს დამშვიდდი. კაი გოგოების მეტი რა არის მეთქი ჩემო ნუნუ. მაგრამ ეგ ისეთი ბიჭია გენაცვალე, ტერსაც არ უსურვებ. ეს პარკიც რო გამეხეს, ახლა თავსაც მოვიკლავ და ეგ იქნება რა. უი ზურა გამარჯობა გენაცვალე, როგორ ახარ? გამარჯობა ინგადეი და რა ვიცი, აბა თავად ხო ხართ კარგად. კი რა ვიცი ჩვენც რა გვიჭირს. რა შვები აქეთ ხარ ხო არ მუშაობ შენ? აი რავი ველოდები რაღაცას რა და ეგეც თუ არ გამოჩნდა მე ვაფშე მოუხე უცხოეთში რა. აიმე რა უცხოეთი ზურა ნუნუს არ გააგებინო ეგ რა. მოკდება კაცო საწყალი ქალი ნერვიულობით, ისედაც ცალი თირკმელი ეგ. აბა გიმენა არ უნდათ რო ხალხი დასაკვდეს რა. მე დავამთავრე წყეკლას და მეტი რა მექნა ხო? შენ რაღაც იზამდი ზურა რა სისულელია. დედა შენმაც ვეღარ შეძლო ახლა საწყალ ქალს ცალი თირკმელი აქ. შენახველებდი ხო გუში მთელი ღამე? უეჭველი გაციებული ხარ. არა რამე ვახველებდი კაცო, ვენტილატორის ხმა იქნებოდა ეგ. არ გვაქვს ჩვენ ვენტილატორი. კარგი ხო გავწივდი და მახველებს. სკვაზნიაკში ვიჯექი და. აუ გი რო გადამიდოს ახლა ვეღარ ჩავალ ბავშვებთან ეზოში. ხო და ნუ მომეკარები ახლა შენ ზომარიკო ეს 2 დღე, გამივლის მალე. აუ დი აჰა შენი საფულია და 2 ლარი მომეცი. დედა ნუ მომეკარებით მეთქი კაცო ეხლა არ თქვი, ვერ მოგცემ ფულს კაცო გაციებული ვარ. ინგე ნახე ამ კუპალნიკებზე გეუბნებოდი მიყიდე მეთქი. ძალიან მაგარია. დედა ნუ მოდიხართ მეთქი კაცო ახლოს, ჩინურად ვლაპარაკობ. გადამედება. რა მოხდა რა გატირებს? ბიძა ჩემი გარდაიცვალა რუსეთში და წერილი მომწერეს. რა სიწერებიან? მშვიდობა რუსეთშიო. რა ვიცი, გულით გარდაცვლილა და დატოვა ანდერცი, რომლის მიხედვით $500 მეკუთვნის მე რა? აუ ერთი ეგეთი ბიძა მაგრა გაასწორებდა რა. გეხმარება შენ ჩემი ძმა როგორც შეუძლია. თვითონაც რა ქნას კაცო, ზესტაფონში მუშაობს, ამერიკაში კი არა.
იცი, $5,000 რას ნიშნავს? რადა ფული დამიტოვა ომარიკო მაჩუკა. ხო და მიდი იხდა სანთელი დაუნთე. ეგ არა კაცო, 5 ლარიანი სანთელია ეგ. დევს მან 20 თეთრიანებიც. ინგა რაში უნდა დახარჯო ახლა ეგ ფული? ჩემში ხო არ დააბანდებდი. ნეტა არ ღლიცინებდე რა ვიცი მე ვფიქრობ რაღაცა ბიზნესი დავიწყო. ბიზნესი? საშუალო ხო არ გავიკეთებინა? აუ მალა, ჩემ კლასელებს ავპატიჟებ ხოლმე. აჰა, მომიყარა ამან უკვე ბავშვები. არაკაც საშაურმე არ მინდა ერთი. ვაიმე თონე, მთელი კორპუსი იმას გაიძახეს, რომ ერთი თონე რა გაგვიხდა უბანშიო და გავხსნი ვიმუშავებ მე თვითონ. იმენა ბიზნეს ვუმენი ხარ რა. სიტყვები შეარჩიე შენ. სახლში ხარ, ბესეთკაში კი არა. დეგენერატი. ბავშვებო, წავედით ჩემთან სახლში. აუ, მან შენი დაიქნება და მე არ მინდა. წავიდეთ კი, თორემ მზეზე რო არ ხომ დიდი ხანი მერე ცხოიდან სისხლი მომდის ხოლმე. მე და ბავშვები მოვედით. ვაიმე, ვინ ბავშვები მომიყარა ახლა ამან სახლში, ჰა? ვაიმე მობრძანდით. რა საყვარლები არიან. აუ, ძანგშია სამივეს და კარტოფილი შეგვიწვი. მოგეტანა და შეგიწვავდი. აი, მიდი ხო იქ და მომიტანე, 1.5 ცალი. ბუბლაგალაისტო, ვია, ვასო გაიჩითა. არც გიყვანე შენ კიდე იმ სათვალეებიან მაგაცებმა? აუ, დამანებე თავი. შეეშვი გოგო მაგ ბავშვს რა. დაჭერი მიდი ცოტა სალათიც. ცოტა? ბაზარი არ არის. ესე იგი მესამე დიკიტი და ნახევარი პამიდორი უნდა დავჭრა. ესე იგი ჩემ გამოჭერაზე ხარ რა. ვაისო ჯახი მერე შენზე რო უნდა დადგეს. გაეფლანგებათ ყველაფერი. აბა მობრძანდით ბავშვებო სუფრასთან. ომარიკო ეს შენია, აგერ დავდებ. ესეც ლიზის და ვასოს. აბა მიერთვით ბავშვებო გემრიელად. მე ჭამეთ რა გეხვეწები, რა სახეები გაქვთ. ერიდებათ და. ბავშვი როგორი ბადება? ვაიმე ამის დრო იყო ახლა. როგორი ბადება ომარიკო და პოულობენ კომბოსტოში მშობლები ბავშვებს და მიყავთ მერე სახლში. ბაზარში რო გამყიდოს უთხარი უარგისი კომბოსტოებია. ესე იგი იმაში უარგისი ბავშვები იყვნენ? ხო, კარგად უნდა არჩე, თორე შეიძლება რომ უარგისიც შეგხვდეს. ომარიკო მეგეტყვი გინდა? ბავშვი რო გაჩნდეს მაგისთვის საჭირო რომ ხალი და კაცი. აბა მზიაბებო მოვიდა შევეგებოთ ყველა. შევეგებოთ ყველა. გამართვეს ამოდი. ინგა ისეთი კომბოსტა მოგიტანა შინო რომ გაგიჟდები. რა? ბებო იცი ახლა ძამიკვან დაიკო რომ ეყოლება? რა? ინგა ანასტასია, ჩემი ჩურჩხელა ეს გაუშვი. შტერო? შეხედა როგორ უზნეოდ იქცევიან. თქვენი ხმა არ გავიგო ახლა. პროსტა ხო აღიში რომ მაგიდის სტილო ჩაუტენო ახლა პირში. ეგლეთი ჩაიმაგონებიან ხარ ბატონო. მაგი დაიმორჩენდი და თქვენი, თორე კედლებზე დადიოდა კედლებზე. ისეთი იყო. კედლებზე? აუ რა მაქარია. ბებო დღეს როგორ ზინაყი გააკეთო არ გინდა? ვაიმე ჩემი სიკვდილი, თაფლის ოპერაში დამჭა წამოსაღები მქონდა. სად ვიყიდო ახლა, სად არის მაღაზია? შენგან 3 მეტრში. აი ამ ტელეფონში. თან ვოლძეს ქულაპით 50-იანი კეშბექია. ნახე, აბა აღერს თაფლი. 40 ლარი. ანუ 20 ლარი ჩემია. აუ მინა გამდიდადები პროსტა. ნეტა სოფერშიც იყოს ეგ გამოძახებები. ტალახში რომ იწავს ხოლმე სიამბული, ტალახში. აუ მოხლი. ომარიკო შენც კი ვერ ივალი კედლებზე. ეგ მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. აუ რას დამცინი ხარ? ალკაჯო? აუ პროსტა. ბოლოწვეთი იყო ეგ. ეხლა ნახე რაც მოგივა. მიძინებული მზია გამაღვიძეთ ახლა თქვენ. მათ მოვიდე დამაცადეთ. აჰა, მეც მოვედი, ძლივს მოვახციე რა. ვაიმე რა მოხდა აქ? რა გჭირთ კაცო? ცუდად მოვიქეცით.
რისთვისაც დავისაჯეთ. ტილები მყავს მე მგონი. გამარჯობა ინგადეი და რავი თავად ხო ხართ კარგად. ყოველი ლექსის სწავლის დროს კუჭი ეშლება ნერვიულობით. აბა ეხლა მეორე სტროფი ვნახოთ. ჩხა ჯაგანი აკიდო ზვრებში ბავშვებს ელიან. გაიმეორე მიდი აბა. ეხლა ცოცხლად შეგაჭმევ მაგდამს. მე ძბრიან წინდებს მოგიტან ეხლა, შენ იქ პარაცეტამოლი დალია მანდამდე. შებული იყო. კუჭი მტკივა და მიბუყბუყებს. შემომხედე ეხლა და თვალებში აუ დაილეცა ყველაფერი. დედა ეს გრაგნილი რამ დაგაწერიდო, მარიკო? თოვლის პაპაა ეს, ის კი არა. რა ქვია, მილიონერი. მე რა იყო შვილო, სმენა არ გაქვს საერთოდ. გაიმეორე მიდი. დო რე მი. დააგვეხსნა ოპერა და მოგვესმინა ოპერისთვის. მეც ახლა ვერ ვიმღერებ, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ნოტებია. ამიტომ დღეს მაგაკვეთილს გადა. მანქანებმა ტვინი შეჭამეს. აუ ძალიან მაგარი ზმანები უნდა დავიწიო სკოლისთვის. რომელი აბა ის მაღაზია? გოგო, აი ეს მაღაზია, ჩემი მეზობელი მუშაობს და ძალიან კაი რაღაცები აქვთ ხოლმე. მოდით აბა გოგოებო, მოდით. ჯინსი, მაიკა, ტუფლი, კამარი ყველაფერი გვაქვს. გამარჯობა. ვიწრო ჯინსები თუ გაქვთ რომ აჩვენოთ. ვიწრო? რა მაქვს ვიწრო? აი ეს მოდელი. მიდი ჩაიც გაისინჯე წაიღე. არა ესეთები არ მომწონს. გავივლით. აუ გავიხსენო ის მეორე მაღაზია სად არის? ერთალ დედამთილი რომ მუშაობს. თიგო წამოვა იმ ქალთან მივიდეთ. დეინერის ტარგარიანს რო გავს. აბა რას ვეძებთ გოგოებო, სულ ახალი თურქული ტავარია. გამარჯობა. ვიწრო ჯინსები თუ გაქვთ ქალბატონო? არა, ვიწროები არ შემომიტანია. დრაკონები? დრაკონის მოდელები აღარ არის შვილო. ხაჭაპური, ლობიანი, ბერაშკი. თამრო, ერთი ხაჭაპური მომეცი რა, ხოცხელია. ანასტასია ის მაღაზია, მიდი აბა იკითხე. უკაცრავად ვიწრო ჯინსები ხო არ გაქვთ? რა შვილო? ვიწრო ჯინსები. ქალბატონო. თიკო ვისთან მომიყვანი აქ? დუმარების ფიცი ქონდა ამ ქალს დადებული. გოგო რა ვიცი, მე სვაკვიდულობ ხოლმე. მაშინ გასაგებია. აბა, ვისწავლეთ დღევანდელი გაკვეთილი გოგოებო. შუშენიკის წამება ხო მას? მე ვისწავლი. აუ მე ძალიან გამიჭირდა და რაღაცები ვერ გავიგე. თეკლამ საერთოდ ვერ გამონახა შუშენიკთან, თვითონ ფუფუნებაშია გაზრდილი. კი ბატონო, ეხლა რაც ვერ გაიგეთ, ჩამოწერეთ რვეულებში და აგიხსნით. ეთი ამას ძველ ქართულად უნდა ჩამოვწეროთ თუ ჩვეულებრივად? ინგლისური ასოებით უნდა დაწეროთ ამთა. მივხვდი, ოკეი. მას ირანელები მასდიანები იყვნენ და ეგ რას ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს, რომ ეგენი ცეცხლს ცემდნენ თაყვანს, მაგათი რელიგია იყო. მართლა? აუ რა გიჟი ხალხი ყოფილა წარმოიდგინე, ანუ გაზთან იდგნენ და ლოცულობდნენ. გაზთან არა თეკლა, მაშინ ელექტროქურები იყო უკვე შემოსული. ესე იგი არაფერი არ გიმეცადინიათ, ხო გოგოებო? ბიჭების ჯგუფი გჯობიათ თქვენ ისევ. ერთი ცოტა ბიჭების ჯგუფიც ყავთ თქვენ? მე რა გადავიდე შეიძლება? გაგიჟდი გოგო, ოდეს ყოფილარ საქამომდე, თუმცა დედათა და მამათა ერთ ეჭამათ პური. შეიძლება. აუ ჯე ხელი გავიჭერი ძანით და ძალიან ბევრი სისხლი მომდის. ვაიმე მიშველეთ. ანასტასია ბინტი და ბამბა მოიტანე დროზე. მიდი. მაილა კი არა მოგატყუე. კეჩუპი დავისხი ხელზე. აი დეგენერატი არ არის ახლა ეს, ჰა? დიდი ხანია მე მაგას ვამბობ. მე ვერთ აღარ გააკეთო ეგეთი რაღაცა. შენ ტელეფონი რეკავს. ალო. კარგით. დელია დეიდა იყო ცუდად თუ არ გამომხედოს.
აი მეწნება იქნება ახლა მაგას მაღალი რა. წავალ გავხედავ მე. მოგატყუე, ვიღაც სხვა იყო ნომერი შეეშალა. სასიკვდილო თუ დაგჭირდება დახმარება. მე აღარავინ აღარ გიშველის. თუ როგორ იტყუება კაცო ხედავ მთელი დღე აჰა. ტუალეტში ქაღალდი გამოილია. მოვალ ხო მოგაწვდი ეხლავე. კიდე იტყუება ეს მე მგონი. დღეს დილით იყო კაცო ქაღალდი და რა გამოლებდა ვერ გავიგე. აი ეგ მომატყუებს მე რა. არა ინგა შენი მოტყუება სად გაგონილა? უიმართლა უცილარი მჭირდება. გოგოებმა გაჭირვებულებს უნდა დაურიგოთ. უი რა კარგია თქვენ გაიხარეთ რა. აუ შემომაწვდის ვინმე ქაღალდს.